რა არის იცით ის თვითონ ამბობს უარს ამაზე და ამიტომ ჩვენ არა გვაქვს ის თვითონ ამბობს ღმერთის იმედზე უარს და ამიტომ არ შეიძლება და თუმცა თავის მოკლის პერიოდში რა შინაგანი მდგომარეობა ჰქონდა აი როგორი ფსიქიკა ჰქონდა არის რომ დაუშვათ ვინც დაუშვათ აი ფსიქიკური დარღვევებით იყო მისთვის შეიძლება წესსაგებ ეს პატრიარქის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით ხდება რომ იმიტომ ის ვერ იყო გონებაზე ის ვერ აღიქონდა რეალობას ისეც როგორიც არის მაგრამ ვიღაცა უიმედობის გამო თუ იკლავს თავს აი სადღაც რაღაცა წააგო და წავიდა და თავი მოიკლა ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება რომ მას წესი აუგოთ თუმცა ჩვენ ვერც ერთ ადამიანზე ვერ ვიტყვით რომ ის აუცილებლად ჯოჯოხეთში წავიდა იცით რატო ვერ ვიტყვით თუმცა ეს არ გვაძლევს იმის უფლებას რომ წესი აუგოთ ეს ფიქრები მაგრამ დაუშვით წმინდა პაისი ათონელი რას ამბობს სიტყვაზე ვამბობ ვიღაცამ წამალი დალია იმისთვის რომ თავი მოეკლა ვინ იცის იმას მე გარდაცვალებამდე როგორი სინანული ჰქონდა იქნებ ნანობ და იქნებ ეს სინანული ღმერთმა შეიწირა და მისთვის სანუგეშოთ არის ჩვენ უბრალოდ ამის უფლება არ გვაქვს ის წესი აუგოთ მაგრამ თუ ჩვენ გვიყვარს ადამიანი ვერც იმას ვერ ვიტყვით რომ ეგ უეჭველი ჯოჯოხეთში მოხდა მაგის უფლებაც არ აქვს მაგრამ ერთი რამ მინდა რომ გითხრათ ესე იგი არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა თუ ჩვენ ღმერთთან ახლოს ვართ ჩვენთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არის ძირითადად ხო ამიტომ იკლავს ადამიანი თავს რომ გონია რომ ჩიხია და იმის იქით არაფერი არის პატრიარქი ამბობს არ არსებობს ჩიხი და კედელი ყველაფერს აქვს რაღაცა გზა საიდანაც გახო მაგალითისთვის ვიტყვი აი ბავშვებს სულ ვეუბნები ხო დაუშვათ ეს ტელევიზორი ვინც შექმნა ეს მონიტორი მან ხო აქ ზედმიწევნით იცის შიგნით რა ხდება თითოეული ნიუანსი დეტალი წვრილმანი ხო იცის დაუშვათ მე გამიფუჭდა ეხლა ეს და მე მართლაც გამოუვალი მდგომარეობის წინაშე დავდექი მე არ ვიცი ამას რა გავუკეთო მე ერთი ვიცი რომ თავისი დისტანციური მართვის პუნქტი აქვს არაფერს არ შვებ მე გამოუვალი მდგომარეობა მაქვს მაგრამ თუ ის ადამიანი ვინც ეს დააპროექტა და შექმნა მე მასთან მეგობრობ ჩემთვის გამოუვალი მდგომარეობა იქნება არ იქნება იმიტომ რომ ის მეხმარება მე მისთვის ხო არ არის გამოუვალი მდგომარეობა ეხლა თავის მიერ შექმნილ ტელევიზორს ვერ გაუგებს რა ჭირს ხო გაუგებს და ღმერთი თავის მიერ შექმნილ სამყაროს ვერ გაუგებს ამას რა ჭირს და იქ რა ხდება გაუგებს მაგრამ მე თუ გძნობ რომ ჩიხში ვარ ეგ იმის ნიშანია რომ მე ღმერთზე ხელი გამეშვი და მასთან ახლოს აღარ ამიტომ გამოსავალი ის არის რომ ადამიანი ღმერთს დაუახლოვდეს და აღმოაჩენს რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და ამას იცით რომელი წუთებისთვის ვამბობ იმ წუთებში გასახსენებლად როცა ჩვენ გვეგონება რაღაცა დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდით ეს დღე შეიძლება დაგვავიწყდეს რაც ახლა მე ვთქვი მაგრამ ნეტავი მაშინ გაგვახსენდეს როცა იმ წუთებში აღმოჩნდებით ჯვარი გწერია რომ აღმოჩნდეთ ვინმე ამ წუთებში მაგრამ მაინც ყველა განსაცდელის დროს ჩვენ ეს გვახსოვდეს რომ თუ ღმერთს ჩაჭიდავ ხელს არ გაგიჭირდება აი მაგალითად ჩვენ პატარები რო ვიყავით დედას სასკოლოდ მოვყავდით ხოლმე ლილოს ბაზრობაში და ჩვენთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ალბათ ბავშვისა ეგ არის რომ იქ სათამაშოს დაინახავ იქ რაღაც ჩვენ ხო არ ვჯავრობთ თბილისში რითი წამოგვიყვანს რას შევჭამთ რას როგორ დაუბრუნდებით იქ მეტროში როგორ შევალთ იქ ჟეტონს როგორ ადრე ჟეტონები იყო ალბათ თქვენც მოგიწიათ პატარები რო იყავით მაგაზე არ ვფიქრობთ ერთადერთი რაზე ვფიქრობთ ბავშვი დედას ჩაკიდოს ხელი ხო მართალი და თუ დედას გაეშვა ხელი და იქ უამრავი ხალხია და დედა დაუკარგეთ აი ნერვიულობა მაშინ იწყება ხო მართალი ხო და თუ ისე ვიპოვე დედა მაშინ გადაიარა ნერვიულობა ისევ სათამაშოებს სათვალიერებ ესეა ჩვენი და ღმერთის დამოკიდებულება თუ ღმერთზე გაგეშვა ხელი და შენით ფიქრობ ბავშვს რო ხელი ეშვება ხო ფიქრობს ეხა რიღათი წავიდე უკან ალბათ მივალი იქ ვიკითხავ იქ მეტყვი ან რაღაცნაირად ჩავა თუ ღმერთზე გაგეშვა ხელი ვცდილობ შენით მოაგვარო ყველაფერი და არ გამოდის და ნერვიულობა მაგრამ ღმერთს თუ ჩაკიდავ ხელს და მასენდობი იქ ყველაფერი კარგად გამოდის